ეთანხმებით თუ არა უმცირესობის აზრს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით აუცილებელია პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამ კითხვით დღეს პალიტრატივი საზოგადოებას მიმართა. რა თქმა უნდა, დიახ. იმიტომ რომ ყველა დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. თუ ეს დაეხმარება საერთოდ საზოგადოებაში წესრიგის დამყარებას დანახმავარ, მაგრამ მე რაღაც მეჭვი მეპარება, რომ ამ შემადგენლობის პარლამენტს რაიმე ნორმალურის გადაწყვეტილება შეუძლია. არ ვიცი, შვილო, ქვეყნის პატრონი არ არის. უნდა შეიქმნას, მე მგონი, რომ ნაკლები დანაშაული იქნება. არ ვეთანხმები. იმიტომ რომ პარლამენტი გადაიტვირთა უკვე რა, იმდენი საქმე აქვს პარლამენტს აღარ ათლით რომ იმუშაოს. ვეთანხმები. ხო უნდა დადგინდეს ბოლოს და ბოლოს რატო ხდება ეს ამბავი. თუ საჭიროა შეიქმნას. ვერ გეტყვით. მე არ მივიჩნევ, იმიტომ რომ პროკურატურა მაგისთვის და გამოიძიებს საქმეებს ახლა პარლამენტში რა უნდა გადაწყვეტონ. რა თქმა უნდა ვეთანხმები, ვინ არ ეთანხმება. თავისთავად რა თქმა უნდა შეიქმნას. პარლამენტში არ მგონია საჭირო იყოს. რა ვიცი, ჯერ პროკურატურამ გამოიძიოს, რაც გამოსაძიებელია და თუ არ ეყოფა იქ რესურსი და ასე შემდეგ კონტროლი საკმარისი არ იქნება, მერე გააკონტროლოს პარლამენტმა. თვითანხმობები ყველაზე ისეთი გამოსავალი იქნება პარლამენტში შეიქმნას კომიტეტი, რომელიც აწარმოებს ოღონდ ადეკვატური უნდა იყოს ყველანაირად მიმართებაში, იმიტომ რომ არ უნდა იყოს მიკერძოებული, როგორც ვთქვათ, წინამთავრობის შემთხვევაში მოხდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვეთანხმები. იმიტომ რომ ძალიან ბევრი უსამართლობა იყო, არის და მე მგონი იქნება. კი, ვეთანხმებით, იმიტომ რომ გამოძიებული უნდა იქნას ეს ყველა მკვლელობა და ესე არ უნდა დარჩეს და ხალხმა უნდა იცხოვროს ნორმალურად და აი შიში არ უნდა ვიყოთ, რომ მორიგი დანაშაული მოხდება და ჩვენზე ცუდად აისახება. უნდა შეიქმნას პარლამენტში, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისია, რომელიც ნებისმიერ დანაშაულს გამოიძიებს და ჩემი აზრით, ქართულ ხალხს აქვს იმის უფლება, რომ თავის ქვეყანაში ნორმალურად იცხოვროს შიშის გარეშე.